მთავრობამ სხვადასხვა შენობებში შეჭრილი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის გეგმაც დაამტკიცა. გეგმის მიხედვით ყველა ოჯახი, რომლებსაც უკანონოდ აქვს დაკავებული ფართები, სოციალური აგენტების მიერ აღირიცხებიან. მინისტრის განცხადებით აღრიცხვა მომავალ კვირას დასრულდება და უკვე სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია ექნება დევნილებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შესახებ. ეს ოჯახები კატეგორიების მიხედვით დაიყოფიან და ყველა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე საცხოვრებელ ფართის ქირას მიიღებს. ნაწილს კი სურვილისა და შრომის უნარიანობის შემთხვევაში სამუშაო ადგილებით დააკმაყოფილებს. გეგმაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუშაობს. შემუშავებული იქნა უკვე სამოქმედო გეგმა, ეს გეგმა დღეს დამტკიცებულია და ამ გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. ეს გეგმა ითვალისწინებს უკლებლივ ყველა იმ ადამიანებს, ვინც დღეს გუშინ ღრმის მდგომარეობით ეს იყო 1660 ადამიანი, უკლებლივ ყველასთან მედიან სოციალური აგენტები და ახდენენ მათ რეგისტრაციას და კითხვარების შევსებას. ეს კითხვარები გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც უკვე არსებობს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, მოიცავს დამატებით ინფორმაციას, ანუ ამოცანები არის შემდეგი. პირველი, რომ მოხდეს რეალური დიფერენცირება, რამდენი აქედან რეალურად სოციალურად დაუცველი და ღარიბი ადამიანი და რამდენი არის ხელოვნურად მიკედლებული. სამწუხაროდ ესეთი რაოდენობა თუ ისე ცოტა არის, რომლებიც სარგებლობენ ამ საერთო ტალღით. მეორე ამოცანა არის, რომ მივიღოთ დამატებით ინფორმაცია, რომ პლუს რითი შეგვიძლია დავახმაროთ. იქნება ეს ჯანმრთელობის საკითხები, იქნება ეს ინვალიდობის საკითხები. მდინარეობს კომისიების მუშაობა, რომლებიც პერსონალურად სწავლობენ ოჯახების შემადგენლობას და მათ მდგომარეობას. პარალელურად ინტენსიურად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები. ამ მდგომარეობით შეწყებული არიან მინდა გითხრათ თვითონ დევნილები და საზოგადოების სერიოზული ნაწილი, რომლებიც ხვდებიან, რომ აქ გარკვეულ ორგანიზებულ ძალასთან გვაქვს საქმე, არსებობენ ადამიანები, პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითხოვონ სხვების გაჭირვებაზე, არიან თაღლითები. გვაქვს კონკრეტული გვარები, გრძელდება ინტენსიურად ინფორმაციის მიღება, თვითონ დევნილები გვაქვს ამ ინფორმაციას და მე იმედი მაქვს, რომ აქ ასეთი ორი მიმართულება იქნება. ერთის მხრივ აუცილებლად გამოვავლენთ თაღლითებს და აუცილებლად გამოვავლენთ იმ კატეგორიას, რომელიც განმეორებით ან რამდენიმეჯერ ცდილობს, რომ ასეთი სიტუაციით ისარგებლოს და ხელი მოითხოვოს, შემდეგ გააქირავოს ან და გადაყიდოს მიღებული ფართები.